მოგესალმებით თბილისის ოლიმპიური სასახლე, სადაც გერთვებით უკვე ოქროს ლიგის ფინალური დაპირისპირებით ჯორჯიან მანგანესი და კროკობეთი მიუყვეთ შემადგენლობებს და უშუალოდ გადავალთ შემდგომ უკვე გუნდებზე და მათ ზოგად რეგულარულ სეზონზე პლეი-ოფზე და ასე შემდეგ. დავიწყოთ ჯორჯიან მანგანესით. გუნდის მეკარეები 13 ნომრით მერაბ ცომაია და 20 ოთარ მაჭავარიანი, ნომერი 1 ბექა ტუღუში, 4 ბექა რაზმაძე, 8 დავით ბიბიჩაძე, 17 გიგა ჩუბინიძე, 88 ზურა შერგელაშვილი, 3 გუნდის კაპიტანი გივი სანებლიძე, 7 დავით ქორიძე, ლევან კუჭაშვილი 77, 10 ბესო ფერაძე, 22 ლევან კინწურაშვილი. რაც შეეხება კროკობეთს, თავი მწვრთნელი გახლავთ ჯორჯიან მანგანესში ოთარ ბერეჩიკიძე. კროკობეთი მეკარეები პირველი ნომრით ბექა გიორგობიანი, 16 ალექსანდრე ჯამბურია, 30 ზურაბი გარსევანიშვილი, 26 ჯემალი კაპანაძე, ლევან დათებაშვილი 17 ნომრით, 8 გია ნინოშვილი, 5 თორნიკე თათულაშვილი, 77 ლევან ბარათაშვილი, 9 გუნდის კაპიტანი გიორგი ბერბიჭაშვილი, 7 გიგა კიკვიძე, 23 გიორგი კუხალაშვილი, 13 გიორგი ჩიქოვანი და 11 ცოტნე მანგოშვილი. რაც შეეხება თავარ მწვრთნელს, ეს არის ირაკლი თოდუა, დღევანდელ შეხვედრას განსჯიან გრიგოლ ბლიაძე და ზვიად ბლიაძე, ახლა ველოდებით ზუსტად მათ სასტვენს. დაიწყო თამაში. უპირისპირდებიან ერთმანეთს გუნდები. მაგალითად დავიღოთ ჯორჯიან მანგანესი, რომელსაც ამ სეზონში 6 თამაში აქვს 14 ქულა მოგროვებული და პირველ ადგილზე გავიდა, 4 მოგება და 2 ფრე, 4 აქვს გაშვებული და 14 გატანილი. რაც შეეხება კროკობეთს, მათი მონაგარი არის შემდეგნაირი, მეორე ადგილზე გავიდნენ ოქროს ლიგის და ეს არის 10 ქულით მეორე პოზიცია, 3 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება, 8 აქვს გატანილი, ხოლო 4 გაშვებული. ფეხბურთელებს მოთამაშეებს თუ შევხედავთ, ზოგი გამოცდილი ფუტზალში დიდხნიანი მოღვაწეობის შედეგად გადმოსული აქეთ მოთამაშეა, ზოგის ნაკრების ყოფილი მოთამაშეა, ზოგი საერთოდ მწვრთნელია ნაკრების მოქმედი მოთამაშე, მოკლედ ხო ამ მხრივ შედარებით გამოცდილი და მაღალი დონის ფეხბურთელებს ხვდებით. შესაბამისად, ერთგვარად საინტერესო უნდა იყოს მათი დაპირისპირება, თან არის ფინალი და საინტერესოა რომელ გუნდს რა ჩანაფიქრი რა მონახაზი აქვს. ახოც ჯარიმა და გაითამაშეს დარტყმა შორი მანძილიდან ჩაიჭრეს ჯარიმა. კი ბატონო, დაჯარიმდა ბესო ფერაძე, რომელმაც ნინოშვილი გააჩერა ფოტოშეტევისას. ჯამბურია წინ გაუშვა, არავინ არ არის. ნინოშვილი ბურთით ასევე ხედავთ ბრალად გულშემატკივარს. აქ ჯამბურია ცდება ტუღუში როგორ ჭკვიანურად მივიდა და ართვა, მაგრამ განიმუხტა საბოლოო სიტუაცია, მაინც პირველ ზონაშია თამაში. კროკოსი აქ ჯარიმა, ის უკვე რიგით მეორე. ჯორჯიან მანგანეს
კარგად დაიძრა აქ გარსევანიშვილი, მაგრამ საბოლოოდ პირდაპირ გამოდგა მისი სვლა, სწორხაზოვანი, ამიტომაც ვერაფერი განსაკუთრებული. აქვე ათამაშებენ. გივის ანებლიძე შეცდა ტუღუშის მიმართულებით. ვერ გააკეთა გადაცემა. კარგად დაფარა კორპუსით. გარსევანიშვილმა ბურთი, მაგრამ ეს პასი აღარ გამოვიდა ბერბიჭაშვილის მისამართით. ჩანაფიქრი კარგი იყო. მომენტი შეიძლება შეიქმნას, არა, აღარ გაძრა. ორ კაცს შორის რა კარგი ვარდნა. არ არის ჯარიმა. ნინოშვილი, კარგი დაბიჯება, პასიც გამოვიდა, კვერთული იქნება ბურთის შენარჩუნება, რომელსაც ახერხებს და თან რა კარგი პასი გააკეთა დათებაშვილმა. ცოტა დააკლდა. ცდილობდა ნინოშვილი დაკეტოს კუთხის. შემოვიდა პარკეტზე ბექარაზმაძე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, არამედ არა მხოლოდ უკაცრავად მანგანიზის რიგებში, არამედ ზოგადად ამ ლიგაში. მერვე ნომერი ისევ აბა დარტყავს, ვერ მოიხელთა ბურთი, კარგად წავიდა გარსევანიშვილი დარტყმა. გადაეფარნენ, ისე 30 ნომერი და კარგია ართვევაზე უკვე ფერაძე. ეს ჯარიმა. ბერბიჭაშვილმა ტუღუშთან უხეშად ითამაშა, მაგრამ თავადვე დაზიანდა, გამეორებით ვნახოთ. კი, აქ სანამ დაეცემოდა, ხელი მოხვდა ტუღუშის სახეში და ამას სიტყვიებს ზუსტად. კარგი ჟესტი ბექა ტუღუშის მხრიდან მივიდა მოსაბოდიშებლად. ბექა ტუღუში, რომელიც ფუტზალში რომ გამოჩნდა პირველად, ყველა და ყველაფერი წაიღო, მოიგო, გახდა ბომბარდირი ფუტზალის ლიგა 2-ის. არ ვიცი, ასისტენტის ის გახდა, შეიძლება. საკუთრე მოთამაშე გახდა ჩემპიონი, მოკლედ სრული ბენეფისი იყო. გამოცდილი ქართველი ფეხბურთელის მხრიდან, რომელიც შემოუერთდა ფუტზალს და უკვე დარბაზის სპორტში ესე აქტიურად ჩართულს ხედავთ. ამ შემთხვევაში უკვე ბიზნეს ლიგის ოქროს ლიგაში მოასპარეზე გუნდის მაისურით. მცირე პაუზა გამოიწვია ამ ჯარიმამ შეჯახებამ. შესაბამისად ჩვენც მალე დავბრუნდებით, ეს რამდენიმე მომენტი გამეორებით ჯარიმა, პირველი ჯარიმა როგორ დაფიქსირდა. ხო, ჯერჯერობით საინტერესო გარდა ჯარიმების არაფერი არ გქონია. ბურთთან არის
ბურთთან არის ახლა ლევან კუჭაშვილი. აკეთა უკან გადაცემა, ისევე უკანასკნელი. ეკარეთ ჩაერთო საქმეში. აი რა კარგად შემოვიდა ახლა ცენტრში შერგელაშვილი. დაიკარგა ბურთი, კარგია. ისევ კუჭაშვილი, თავადვე დაიძრა, დაკარგა ოღონდ როგორც ჩანს ჯარიმა იყო. საბოლოოდ ბურთი დარჩება ჯორჯიან მანგანის. ისე კუჭაშვილი ბურთთან. კრაზმაძე აქვე დაგორებულზე. შორეულ კუთხეში დგას კინწურაშვილი ლევანი. ახლა შემოვიდა მარცხენა ფლანგზე გამოვიდა, უკნიდან დატრიალდა და არასწორი აუტი როგორც ჩანს. გამბურია, გარსევანიშვილი, ჩიქოვანი, ისევ უკან მეკარეზე. ათამაშებენ ბურთს. სპასი გასაგებია რა ლამაზია! ისევ! გარსევანიშვილი. დათებაშვილი რა კარგი იყო ერთ მომენტში. უშმა მიუახლა. დაზიანება თავის არეში. არა ახერხებს გაგრძელებას. გადაუშვა ხელი ჯამბურიამ, აბა აქცირე არეულობა რაზმაძე. აუტი, კი ბატონო ტროკოს. გარსევანიშვილია ბურთთან. მოუწოდებს გრიგოლ ბლიაძე რომ დადგეს კედელი იმ პოზიციაზე, სადაც უნდა იყოს, დარტყმა შორი მანძილიდან ჩიქოვანის. კედელს ხვდება. საიდან დატრიალდა და ბრავო აქ მერაბ ცომაიას, რომელმაც ურთულესი ბურთი მოიგერია. იქ თითქოს დასწრებაზე კარგად წავიდა ფუტზალურად, ესე ვეძახ ხოლმე დასწრებას დარბაზში, ასე თამაშობა როგორც გივისანებლიძე მივიდა მეტოქესთან, მაგრამ მაინც დაიტოვა ბურთი, აი ამეორებით კიდევ ერთხელ. უხალაშვილმა და შემდგომ უკვე ვიხილეთ ის რაც ვიხილეთ. ტექნიკურად ცდილობდა ისე უხალაშვილი წამოვიდა ტუღუში. კარგია. არ კარგავს ბურთს, ეს პასი ვეღარ გააყოლა. ჯარიმად უნდა ითამაშონ ახლა აქ. ეთამაშება ორ-ორი ჯარიმა აქვს, დარჩენილია არასრული 10 წუთი. სრულად შესაძლებელია ამ წუთში ჯარიმების ლიმიტის ამოწურვა, ასე რომ ყურადღებით მართებთ თამაში. კიდევ ერთი ცირე შეჯახება, მოკლედ ბევრი პაუზა გვაქვს ამ ტრავმების გამო. გარსევანიშვილი საჯარიმოში შეავდა ბურთი, ესეც ჯარიმა. ხო. ბევრი უხეშობა დაგროვდა.
წუთ შესვენება, რომელიც აიღო ბერეჩიკიძემ. კიდევ ერთხელ განმეორებით ნახოთ კი, ამდვილად უხეშად წავიდა აქ. მეტოქეზე. უხალაშვილი დაზიანება მიიღო ფერაძემ. შესაბამისად დაინიშნა ჯარიმა, რა თქმა უნდა და ეს უკვე მესამე ჯარიმა აკროკობეთისთვის, მანამდე კი მიმდინარეობს ახლა წუთ შესვენება. მცირე პაუზა ისევ. გათამაშდა რაზმაძე, ტუღუშის მისამართით და ჩაჭრა ბერბიჭაშვილმა ეს ბურთი. ტემპი დაბალია და შესაბამისად მარტივი გასაგებია თუ რატომ. ბევრი პაუზა იყო, ბევრი უხეში თამაში, რამაც პრაქტიკულად დააგდო ტემპი რაზმაძე. გაუშვეს ახლა აქ ბურთი და სუდად დაარტყა აქ თავი აკრობატული დარტყმისას ფერაძემ განმეორებით ნახოთ რა ლამაზად ცდილობდა იგი დარტყმას, მაგრამ აქ ვერ მოიგდო ბურთი კარგად, ჩიქოვანმა ვერ მოიგერია თან ჯერ ხერიანა და ხო მხარი დაარტყა სუდად. გრძნობს ის ნამდვილად ტკივილს, თავარია რომ არ იყოს რაიმე სერიოზული თავის არეში. მედია წამოდგება და გააგრძელებს თამაშს. ნუ მინიმუმ კარგად იქნება და თამაშის გაგრძელებას ვინჩივის. აპლოდისმენტებით დაიმსახურა მან გულშემატკივრისგან. ხო, ჯორჯია მაგანესის გულშემატკივარს მრავლად ხედავთ. თეთრ მაისურებში და ცისფერი-ფერის კეპებში. ესეც კიდევ ერთი პაუზა იყო. კარიდან ჯამბური ამ წინ გარსევანიშვილმა ვერ დაიმორჩილა ბურთი. GMI სკანდირებს გულშემატკივარი. რაზმაძე ითხოვდა თამაშის წესების დაარღვევის დაფიქსირებას, მაგრამ არ არის ნინოშვილი მარცხენა ფეხითვე, მაგრამ ძალიან კარგი დაცვა ითამაშა ახლა კინწურაშვილმა. ისე გიანინოშვილი ბურთთან გათამაშება ბერბიჭაშვილის ალბათ უფრო გადაგზავნა უნდა და უხალაშვილის მიმართულებით საჯარიმო შეგდება უნდა და ბურთის მიდერე დაარტყმა, რაც გამოჩნდა.
რაზმაძე დაიძრა სწრაფად კარგი პასი დააკეთა ისევე უკანასკნელი გაისწორა და არტყა არ გავიდა ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდნენ გულის ჩამოტკივები და არ იყო აქ ხელი მითითებები ზვიად ბლიაძის განახლა უკვე სპასი ამას ვერ დაიჭერს რაზმაძე რაზმაძე რომელსაც აქვს 6 გატანილი ბურთი 22 ფესო ფერაძე 4 ბურთით ლევან დათებაშვილი ასევე 4 ლევან კუჭაშვილი 3 ენერგოპროდან იყო გიორგი ლუკავა ჯერის მომენტი რაზმაძეს ჰქონდა კიდევ გატანის საშუალება გიორგი ლუკავა ენერგოპრომ მოიგო მესამე ადგილისთვის ბრძოლა შეგახსენებთ 5 საათზე გაიმართა ამ ორ გუნდს შორის შეხვედრა საქართველოს ბანკი დამარცხდა 0-2 ენერგოპროსთან ასე რომ ენერგოპრო არის ოქროს ლიგის ბრინჯაოს მფლობელი ეხლა უკვე ვარკვევთ ვინ იქნება ჩემპიონი ისევ პაუზა ძალიან ბევრი პაუზა მართლაც რომ დარტყმა გავიდა სომაიამ წინ გაუშვა და არა ზუსტად ძელი კედელი რომელიც არ გამოდგა საბოლოო ჯამში აბა რაზმაძე და უკვე ყველაზე ახლოს ამ მომენტში იყო გოლთან მაგრამ რა კარგად დაბლოკა ჩიქოვანმა თავიდან აქ ისე ჩანდა ლაივში რომ მეგონა ჯამბურიამ აიღო თავის მარცხენა ხელით მაგრამ როგორც ჩანს არა ჩიქოვანმა დაბლოკა ეს დარტყმა კიდევ პაუზა ისე მიკროტრავმა ახლა განახლდება ისევ შეხვედრა როგორი დგომია აუტისას ვხედავთ დაპირ გაუშვებს საჯარიმოში ასეც მოხდა და რა გოლი რა გოლი ვიხილეთ ახლა გატანილი გოლის ავტორი გახლავთ ლევან კინწურაშვილი და დაცვის დერეფანი ცოტა გაუგებარი იყო ჩიქოვანი დაიკარგა ტუღუშმა გაიყოლა პრინციპში და გასაგები იყო ჯამბურიას მოქმედება რომ პირდაპირ აუტიდან გოლი არ ითვლება თუმცა იმდენად გავიდა ჯამბურია რომ საბოლოოდ ძელთან ყოფი კინწურაშვილი ვეღარ შეამჩნია. ცოტა უცნაური გოლი გავიდა.
და ზოგადად კინჭვაშვილიც რატომ იდგა მარტო მან ძელთან ეს ცალკე მეორე საკითხია. ხო. ანგარიში 1-0 GM-ი გავიდა წინ. იქნება ახლა მაინც მოიმატოს ტემპმა ახლა მაინც შეძლოს როგორც ერთმა ასევე მეორე გუნდმა თამაში განსხვავებული ფხის გამოჩენად შეიძლება ასე ვთქვათ. ახლა რა იქნება? კიდევ ერთხელ განმეორებით ეს გოლი. აი კიდე წინ კინწურაშვილი პირდაპირ კარის მიმართულებით ჯამბურია კარგად ითამაშა თავი 92 ნომერმა ტუღუში კარგია კარგი პასიც არ დაარწა რატომღაც კუჭაშვილმა და წამოვიდა კონტრშეტევა და ისევ დაცვაში თავი იჩინა შერგელაშვილმა. ჯამბურია აუტი პროკოს აქვე დააგორა კარგი აჩიკოს ჯარიმა ტუღუში დაჯარიმდა რიგით. მესამე ჯარიმა GM-ისთვის 3-3-ზე ჯარიმების რაოდენობა და 5 წუთნახევარია დარჩენილი. მატჩის პირველი ტაიმი 3 წუთია. აბა გამორბენი ვერბიჭაშვილი პირდაპირ კარის მიმართულებით და ძალიან კარგი სეივი ვიხილეთ აქ უკვე სომაიას კიდევ ერთი დარტყა ისე ვერბიჭაშვილი კარგად გამოიჩინა თავი მეკარემ და რა პასიც გააკეთა ახლა ისიც ახლოს იყო საგოლე გადაცემასთან შეიძლებოდა აქ ტუღუშის ტექნიკური არეალი რომ ვიცით შეიძლებოდა ჩამოღება უბრალოდ ვეღარ შეწვდა ბოლომდე ბურთს კარგად კროკობეთი ვნახოთ რაიმე უფრო ინტენსიურს თუ შემოგთავაზებს და შეუქმნის მოწინააღმდეგე გუნდს პრობლემებს, იმიტომ რომ ჯერჯერობით მარწუხებში ნამდვილად არ არის. GM-ი კომფორტულად გრძნობს თავს გატანილი გოლის შემდეგაც კი. ვერბიჭაშვილი, კარგია ჩაჭრაზე ჩიქოვანი. არ გასაპასი, ტუღუშმა ართვა. ცდილობდა ბექარაზმაძე არის მიმართულებით დარტყმას. ყველა წერტილში ბრძოლა. ამიტომაც ყოველწამს უწევს პაუზა
საერთოდ რომ აიღოს სულ თამაშის წესების დარღვევა ან სულ პატარა მიკროტრაუმებია, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც მთელი ტაიმია ვამბობ, რომ ტემპს ნამდვილად გვიგდებს. ანახლდა დაუბრუნეს მეკარის სომაია წინ გაუშვა და აქ ინოშულმა არაცადა რომ ბურთი მიიღო ბეკატუღუშს სომაია ჩაიჭრა ნინოშვილი სპასი ჩაჭრა გოლის ავტორმა კინჭურაშვილმა პრომეტიზე წოლა საჭირო კროკობეთის მხრიდან პრომეტი სივრცეების ძიება, რა თქმა უნდა, ეს მოძრაობით, რომ მესამე ზონაში შეძლონ საფრთხე მომენტის შექმნა. პირდაპირ კარის მმართველებიდან კიდევ ერთი აუტი ექნება. მოხდა კედელში ოფესო ფერაძეს ეს ბურთი. უკან დაგორება გარსევანიშვილი დაკარგა ტუღუში და წამოვიდა. კარგი იყო, მაგრამ თავისვე შეცდომა გამოასწორა. ზურაბ გარსევანიშვილმა. მისცეს ახლა ფერაძეს დარტყმის საშუალება. ნოშვილი ჩიქოვანი მაღალი გადაცემა. ბრძოდა კუხალაშვილი, მაგრამ რომც მოეგო ეს ოთხა ბრძოლა არაფერი არ იქნებოდა ისეთი. ჩიქოვანი კარგია ჩაჭრაზე, ნინოშვილი გაძურა დარტყა, კიდევ ერთი დარტყმა. კუთხურია როგორც ჩანს. ძალიან კარგად ჩადგა კორპუსი მერვე ნომერმა. საბოლოოდ ფეხის წვერით სომაია მოიგერია და აქ ხო, აქ უკვე შერგელაშვილმა განმოხდა სიტუაცია. და დაყვა ფეხი აშკარად. კუჭაშვილს გავიდა კიდეც პარკეტიდან და მის ნაცვლად შემოვიდა გუნდის კაპიტანი გივი სანებლიძე. ისევ პაუზა იყო. 3 წუთია დარჩენილი პირველი ტაიმის დასრულებამდე. გავიდა აბა შერგელაშვილი გაიგდო რასაპირებდა ტუღუში. აი მე არაორდინალურს როგორც შვევია. ნინოშვილი კარგად დაუდგა დაცვაში რაზმაზე ჯარიმის გარეშე. დაგზელდა. შეხვედრა მცირე გაუგებრობა იყო და საბოლოოდ დაშოშმინდნენ მოთამაშეები რაზმაძის ეფექტური მოძრაობა. კარგად უპასუხა იქვე კუჭაშვილმა, მაგრამ საბოლოოდ აინც ის ტერფზე გადაიარა ბურთმა და აუტი კროკოს. ყვითელი ბარათი მიიღო ვინ და
ეს მოთამაშე გახლავთ თუ არ ვწდები სათადარიგოთა სკამზე მყოფი კიკვიძე, რომელმაც ალბათ აქტიურობისთვის დაიმსახურა წითელი ბარათი. კი ბატონო, გიგა კიკვიძეა. ჩიქოვანი. კარგი ტრიალი იყო აქ. ხარვეზი იყო, დაგიბრუნდით ისევ. საქმათ მომენტი არ შექმნილა, მაგრამ აი ახლა დაბრუნების შემდგომ შეიძლება იყოს და ჯამბურია იგერიებს. პირველი გოლის ავტორის დარტყმულს კიდევ კარგად აქტიურობს აქ. კინწურაშვილი და ცოტა დააკლდა გოლამდე. ობენა კუხალაშვილი და ნინოშვილი საბოლოო ჯამში გადარბენი დარტყმა კუხალაშვილის და ცირე მანძილითაც და ურთი მეთქეგუნდის კარს როგორც ჯარიმებით იყო პაუზების ემეც ქონდა პაუზა ტექნიკური წვიმის გამო მაგრამ ეს მომენტი ჯერ დარტყმა რა კარგად დაუგდო ტუშმა შერგელაშვილს ორი სამშლიანი კომბინაცია იყო 1 2 სამშლიანი ორსვლიანი გამოვიდა მესამე უბრალოდ ადრესატი საბოლოო გახლავთ შერგელაშვილი და გასაგები იყო უნდა რომ ჯამბურიასთვის აეცილებინა ბურთი და ააცილა კიდეც მაგრამ ისე რომ კარსაც აცდა ტუღუში დამახსოვრებული ჯარიმა იქნება რა თქმა უნდა ეს და ჯორჯია მანგანესისთვის ეს არის მეხუთე ჯარიმა, მაგრამ დარჩენილია სულ ნახევარი წუთი ამ ნახევარ წუთში უნდა შეეცადო რომ მეტი ჯარიმა აღარ აიღო ტუშმა ყვითელი ბარათიც მიიღო ორი ბრძოლა ბურთისთვის არის მიმართულებით პირდაპირ 15 წამი ჯამბურია ოთხი წამი 3-2 და საბოლოო ჯამში რა მოხდა ის რომ დრო ამოეწურა და თავისუფალი დარტყმა იქნება ახლა. დიდხანს შეიმაგრა ბურთი ფეხში ჯამბურიამ. გაეპარა დრო აშკარად. როგორ შეასრულებენ ვინ დაარტყავს დროც ამოიწურა მაგრამ გრძელდება გადასვლამდე რა თქმა უნდა ვერ დატოვა ტუღუშმა ბურთი პარკეტზე
პირველი ტაიმი დასრულდა 1-0 ჯორჯა მანგანესის გამარჯვებით. ნახოთ როგორი მეორე ტაიმი გოლდება აქ ტულუშმა გამეორეთ კიდევ ერთხელ როგორ მოახერხა დარტყმა და შემდეგ უკვე დასრულდა კიდეც თამაში მოკლედ. დაგიბრუნდებით სულ ცოტა ხანში. კობეთი პირველი ტაიმი დასრულდა ჯორჯე მანგანესის გამარჯვებით 1-0 და ნახოთ მეორე ტაიმში რა შეიცვლება როგორი თამაშის სურათი გვექნება შესაბამისად გველოდება დაძაბული 15 წუთი დასტონის ხმაც არის და წავედით პირველი ტაიმი შედარებით ცვალებადი ტემპის მქონე გახლდათ მიღებული მიკროტრამვების, პაუზების, ჯარიმებიდან გამომდინარე. რა იქნება მეორე ტაიმში ეს უკვე საინტერესოა. აუტია, რომელსაც კუჭაშვილი მოაწვდის. გარდა პაუზების თამაშიც რომ ვთქვათ, რომ ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მოვიტყვევით, მაგრამ იყო ის მომენტები, სადაც შეიძლებოდა გოლის გატანა, სადაც შეიძლებოდა არსებული პლასტარმის სხვანაირად გამოყენება, მაგრამ ხო, ანგარიში არის 1-0 ჯერჯერობით. ბეც ჭირდება ბურთი და მეტი პოზიციური შეტევა, ჯერჯერობით რაც დაიწყო თამაში. სულ ნახევარი წუთია. ბურთით არის მანგანესია და დარტყმა. რა კარგი იყო! ჯამბურია, კიდევ ერთი და ისევ ჯამბურია. ბრავო. გამოცდილება ყველა უნარჩვეა, რომელიც გაიხსნა ახლა ჯამბურიამ. კარგად გაათამაშა საბოლოო ჯამში მანგანესმა, მაგრამ გოლამდე დააკლდა თვაც.
გარსევანიშვილი, აქეთ ჩიქოვანი ეხსნება. ისე უკან მეკარეზე, გარსევანიშვილი, ჩიქოვანი. წინ გაუშვა, ტუღუშმა ჩაჭრა. გამოვიდა. სომაიაც კარიდან იქნება, კარგად იბრძოლა, რაც არ უნდა იყოს. დათებაშვილმა სომაია წინ ბერბიჭაშვილის ზურგს უკან აღმოჩნდა ტუღუში, არ მიუვიდა ბურთი. შეგელაშვილი ისე ნუ ტუღუშია მთავარი ადრესატი მესამე ზონაში, რომელსაც როგორღაც სუსტი პასი უნდა მისცე, რომ უბრალოდ ბურთზე შეხება მოახერხოს ტუღუშმა. ჩიქოვანი კარგი იყო. ისე უკან ეს პასი არ გავიდა. რაზმაძე ჩანაფიქრი უკაცრავად. გასაგები იყო, ფეხებს შორის სურდა რომ გაეძვნა თავისი ვიზავისთვის. აბა ეს პასი გარსევანიშვილზე. ისე მერვე ნომერი ბურთით. მინაშული ჯარიმა. როგორ ელეგანტურად იმოქმედა აქ მერვე ნომერმა, ჯარიმაც აკიდა. მოწინააღმდეგეს. გამორბენი თავად ნინოშვილი ბურთთან პირდაპირ დარტყმა ძალიან არაზუსტი. გარსევანიშვილი დაბლოკა მისი დარტყმული. მეტი ზეწოლა საჭირო კროკოს მხრიდან, მეტად უნდა მიაწვეს ჯორჯა მანგანის რომ შექმნას სახიფათო მომენტები. ხალაშვილი, ბერბიჭაშვილი, ჯამბურია, ჩიქოვანის ეს პასი, გარსევანიშვილი დააბიჯა, მაგრამ წაართო კუჭაშვილმა, კარგია დარტყმა, ყველაფერი კარგად გააკეთა ტუღუშმა. ჯამბურიამ არაცადა გოლის გატანა. ესეც ძალიან სახიფათო მომენტი. ისევ ტუღუში ყურადღების ეპიცენტრში ცდილობდა თავით გოლის გატანას. რთული იქნებოდა, მაგრამ მაინც
ჩიქოვანი ჯამბურია გათამაშდა კარგად ისე უკნიდან კარგად გასდაცვაში საბოლოო ჯამში კარგად ელოდება ცენტრთან ჯორჯია მანგანესი მაგრამ ჯორჯიან მანგანეზისგან განსხვავებით კროკოს ის დაცვა არ სჭირდება მათ სჭირდებათ პირიქით წეწოლაზე პრესინგზე ასვლა რომ სწრაფად მოიპოვონ ბურთი ჩიქოვანი ჯარიმა არ არის, მაგრამ ისევ პაუზა იქნება დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ტუღუშიც იტკიებს კოჭს აშკარად. წამოდგა ბექა ტუღუში. გაამხნევა გულშემატკივარმაც. ისევ პარკეტის სველია და უნდა მოიწმინდოს რა თქმა უნდა. ჭაშვილი გავიდა აბა ტუღუში რა კარგად ჩამოიღო კორპუსით მოტრიალდა ისე თავის არასამუშაო მარჯვენა ფეხით ძლიერადაც დაარტყა მაგრამ ვერ აიღო ისე ჯამბურიას კარი ჩიქოვანი კარგად დაიძრა თან ძალიან ტუღუში ჩაჭრა და შეცვალსაც ითხოვს Cara ძალიან სტკივა. კოჭი ალბათ უფრო. ნაბამ არასრული 10 წუთი. ძირითადი დროის 60 წურვამდე. ზუსტად მოხდა კასპეტილი სახეში. ბექარ აზმაძის ახლა ისე პაუზა გვექნება. ძირითადი დროის 60 წურვამდე რას ქვია? ძირითადი დრო აქცია და დამატებით დროები არ გვაქვს. მეორე ამის დასრულებამდე. შვილია კრაკობეთიდან ფეხბურთელი რომელიც ყველაზე ხშირად ეხება ბურთს. დათებაშვილი ისევ ნინოშვილი. დააძვინა ეს პასი. ხალაშვილი ვერ დატრიალდა, იმიტომ რომ არ მოატრიალა გივის ანებლიძე. არის მიმართულებით პირდაპირ დააფიქსირა ბურთი ხელებში მერაბ ცომაიამ. პაუზა და რატომ ბურთის
შეცვლას ითხოვდნენ თუ ხო აშკარად, იმიტომ რომ ზვიადბლიაძემ ბურთი აიღო და მოსინჯა. საბოლოოდ გაგრძელდა ეს შეხვედრა. ჩიქოვანი სანამიძე კარგია ისე. ნოშვილი. ერბიჭაშვილი. ხაზი გაკეთდა, წამოვიდა აბა. გათებაშვილი, კარგია დაცვაში. ლევან კუჭაშვილი. ჩიქოვანის შერბენის შუაში. აი ახლა მიიღო ბურთი 13 ნომერმა. ერბიჭაშვილი. უკან ჯამბურია. ნინოშვილი. კარგად დადგა რაზმაძე დაცვაში. რა აღნიშნა კიდეც. თავად რაზმაძე მიიღო ახლა ბურთი. და კარგა. წამოვიდა აბა შეტევა. გამახსოვრებული ერთი ჯარიმა დიდი ალბათობით. ბატონო რაზმაძის ის მომენტი, როდესაც მაისურით მოკაჩა მოწინააღმდეგე გამახსოვრებული იქნა და აიკიდა ტუღუში დაუბრუნდა პარკეტს. ტიკუთხურია. კუჭაშვილია ბურთთან. გადაიკიდება ტუღუშზე კი ბატონო დარტყმა. ვერ მოარტყა ბურთს. კარგად ფეხი. კარგად კი დაიკიდა და აქეთ აუტი წესი დარიგით კი ბატონო კუთხურზე არ გადასულა ბურთი. თავით მოიგერია ლევან კინწურაშვილმა ერთადერთი გოლის ავტორმა დღევანდელ მატჩში. რასაც უკურდებით ახლა რაღაც პატარ-პატარა მომენტები თუნდაც ტუღუშის რამდენიმე დარტყმა იყო კუხალაშვილის ერთი მომენტი. აი ისეთი გოლი თუ გავიდოდა მართლაც როგორიც კინწურაშვილმა გაიტანა, გაუგებრობა, სივრცის გახსნა, შეცდომა. თორემ რასაც უყურებთ ახლა თამაშს, იმდენად ჩაკეტილი შეხვედრაა, რომ გოლი გატანა პრაქტიკულად შეუძლებელია თუ ვინმეს ბურთი თავზე არ გადაახვდა გრძელი გადაცემის შედეგად. ჯამბურია. გარსევანიშვილი. იბატონო, მორიგი ჯარიმა და ჯარიმების რაოდენობა უკვე არის ორი ერთზეა. რაღაც ეს მეორე ჯარიმა მეგონა კროკობეთისთვის. სომაია წინ გაუშვა ჯამბურიას მივიდა პირდაპირ ხელებში. გარსევანიშვილი. ჩიქოვანი ერბიჭაშვილზე დაიკიდა. ხალაშვილი ეხმარებოდა მას და ერთობლივი ძალებით შეინარჩუნეს ბურთი.
ბერბიჭაშვილი, ჩიქოვანი, გარსევანიშვილი უკან. არ გავიდა ისევ აუტ. ბერბიჭაშვილი უკან ჯამბურიაზე. გარსევანიშვილი. ჩაჭრაზე კარგია. დარტყმა! სამებლიძე. ახლოს იყო. ჯამბურიამ პირდაპირ წინ გაუშვა. ნუ ისევ ერთეგივე სცენარი. გადაგდებული ბურთები ტუღუში. უჭაშვილი დარტყმა და ჯამბურია გამოსვლაზე კარგია. წუთ შესვენება. რომელიც აიღო ჯორჯია მანგანიზმა. დასრულდა ტაიმაუტიც, წუთ შესვენება. ბურთი ჯორჯია მანგანიზი. გაათამაშეს, მაგრამ არა ხეირიანად. ჯამბურია აქვს სანინოშვილს, რომელსაც ავიწროვებს ტუღუში. გარსევანიშვილი. ისევ მეკარესთან ერთად კარგად გამოვიდა საბოლოოდ. აბა გარსევანიშვილი დაიძრა. ჩიქოვანი. ისევ მე-13 ნომერი. არ გავიდა ეს პასი. რაზმაძეზე პირი იყო. ეს პასიც არ ვარგა. რამდენი ტექნიკური წონი ვიხილეთ 5 წამში. ოღოში მიიღებს ამ ბურთს. უკა. თითქოს კარგად დაიძრა პინწურაშვილი, აქ ჯარიმა იქნება, კი ბატონო, ესეც რიგით მესამე ჯარიმა ჯორჯიან მანგანიზისთვის და ხუთელი ბარათიც 22 ნომერს. ბერბიჭაშვილია ბურთთან, გარსევანიშვილი. ისევ მეკარის სურათი არ იცვლება, აბა! ძალიან საფრთხეთაა. ცომაია სწრაფად
გაარკვია ყველაფერი თუ რაც ხდებოდა და შესაბამისად მოიგერია ბურთი. ბლოკი ბერბიჭაშვილის არაფერი არ გამოდის აქედან ისევ კონტრშეტევაზე წამოვიდა ჯორჯია მანგანეზი. რაზმაძე კარგია, მაგრამ სამკაცში იბრძოდა. ჯარიმოდ უნდა ითამაშოს აქ, იმიტომ რომ 3 ჯარიმა უკვე აქვს GM-ს. ყველაზე კარგია ტუღუში, მაგრამ ბურთით ისევ პროკოს მოთამაშეები. ჯამბურია. ეს ბურთი ვერ მიიღო. ბერბიჭაშვილმა კარჩას ახლა კადრში, მაგრამ თოდო აპირებს თავი მწვრთნელი, პროკოპეცის თავი მწვრთნელი წუთშესვენების აღებას. ჯამბურია გააყოლა ნინოშვილს. მაგრამ ზედმეტად ძლიერი იყო ეს პასი და არ შეიძლება დათებაშვილსაც ეკუთვნოდა, მაგრამ ისე იყო, რომ ტუღუში ჩარჩა და მიზურგს უკან გააგორა ბურთი შესაბამისად დათებაშვილი ამ ბურთს ვერც დაიჭერდა. აუტი ჯორჯია მანგანის. პირდაპირ კარის მიმართულებით აბა დარტყმა. კინწურაშვილი ცდილობდა დუბლის შესრულებას. ამასობაში მივედით ნელ-ნელა კულმინაციისკენ. სულ რაღაც 3 წუთია, თითქმის 3 წუთია დარჩენილი. თითქმის იმიტომ რომ 10 წამი გაშორებს 3 წუთამდე. ბურია, ნინოშვილი. სევ კიპერი გუნდის, რომელიც ალბათ ყველაზე ხშირად ერთვება თამაშში. კი ვთქვი რომ ნინოშვილი ფეხბურთელი რომელიც ყველაზე ხშირად ეხება ბურთს, მაგრამ ყველაფერი შეცვლილია და აი აქ ეხლა ძელი კარაზმაძემ ვერ შეძლო გოლის გატანა, როგორ ახლოს იყო. 4 ნომერი და ბომბარდირი ამ ლიგის. მეგონა რომ მოატყოდა თავიდან, მაგრამ პირდაპირ გააუშვა. შეიძლება თავზე გადაგდებათ ჩოპი პატარა, რომ სიმხელა სივრცე ქონდა და თან მარტო იყო, რომ ჯამბურიაც უკვე წაგებულ პოზიციაზე ვარდნით შეიძლება და ოდნა მაინც რომ აეგდო ბურთი, მე ვეღარავინ აღარ დაეწევა და წესი დარიგით. რაზმაძის, მაგრამ ახლა ასე შორიდან სათქმელად მარტივია რა თქმა უნდა. ძელმა იხსნა მოკლედ პროკოპეცი. ბიჭაშვილი. ეს პასი ძლიერია ზედმეტად. და წუთშესვენება. წუთშესვენება, რომელიც აიღო უკვე კროკომ, გამოიყენა ეს წუთშესვენება და შესაბამისად ხო თოდუა როგორ დაალაგებს შემადგენლობას, უპირატესობა უნდა შექმნას ალბათ რიცხობრივი წესი დარიგით არ ვიცი. ნახოთ როგორ გააკეთებს ამას.
გამოიწურა წუთ შესვენებაც. ნახოთ ახლა რა მოიფიქრა ირაკლი თოდუა. აბა მომენტი ტუღუშის გაშვება და ცდება კარს. თან პლუს ჯარიმაც არის. ძალიან ახლოს არის ჯორჯია მანგანეზი. ჩემპიონობასთან 3-2 ჯარიმების რაოდენობა დარჩენილია 2 წუთი 1-0. არავინ არ იცის რა დროს რა მოხდება, მაგრამ ამ სცენარით ახლოს არის. ურთი ისევ მათ. ეს ყველაფერი უკვე მანგანეზის წისქულზე ასხამს. ყალს ნამდვილად არასწორი აუტი. ჯამბურია. ნუ ადის ეკარეც. ცენტრში. აქ არავინ არ იყო. არსევანიშვილი ეგულებოდა ნინოშვილს და ურიგო ჩანაფიქრიც არ იყო იქ რომ ყოფილიყო. იძლებოდა რიცხობრივი უპირატესობის შექმნა მარჯვენა ფლანგიდან. ჩქარობს ჯამბურია, მაგრამ არსად არავინ. ისევ ნინოშვილმა აიღო თავის თავს დაიწყო თამაში გარსევანიშვილი. ტექნიკური წუნი პლუს გაუგებრობა. არაზუსტი პასი არის, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა ახლა ამ მომენტში. აი კიდე ისევ ჯამბურია იქნება ბურთზე. ახლობით უკვე მერამდენი ზედიზედ მერამდენი მოქმედებებია. ერთ და იგივე მეორდება ზუსტად. ძელი გადაცემა ჯამბურია ხელში დააფიქსირებს, მე ვერ იწყებს შეტევას კროკობეთი. აკი კუთხური. წუთია დარჩენილი, კუთხური აქვს ჯორჯია მანგანეს. ვერ დაარტყა კუჭაშვილმა, მაგრამ ბურთი მიუვიდა რაზმაძეს და რაზმაძეც როგორ ტექნიკურად ცდილობდა ქუშლით არის მიმართულებით დაარტყმას. ეს ჯარიმაა ჯორჯია მანგანეზისთვის რიგით მეოთხე. აბა ბოლო წუთი. ბრძოლა ბოლომდე ნინოშვილმა კარგადაც ჯამბურიაზე უკან თითქმის ნახევარი წუთი. აბა კუთხური. ზუსტად 29.0 წამი მატჩის დასრულებამდე. გაიკიდა და რაზმაძემ განმოხდა სიტუაცია. დათებაშვილი, ამბურია,
სევანიშვილი, ბერბიჭაშვილი! და კუთხე. არა? არიდან არის როგორც ჩანს. ბოლოს მაინც შეიქმნა. საფათო მომენტი. გასაგები იყო რაც სურდა ტოღუშს ორივე მხრიდან გატარებული 11 წამი და უფრო და უფრო მცირდება შანსები იმისა რომ მოვასწროს კროკობეთმა არა თუ გოლის გატანა არამედ საფათო მომენტის შექმნა ტოღუშ დარჩა დარტმა რაზმაძე ჯამბურია მიჩინა თავი პლუს დამახსოვრებული ჯარიმა გამეორებით მაგარსონოჩულმა შეაჩერა ტოღუში დარტყმა რაზმაც მეშვიდე გოლი ვერ გაიტანა რაზმაძე მოკლედ 2.5 წამი ამ დროსაც ძალიან მარტივად გაიყვანს ჯორჯია მანგანიზი და პრაქტიკულად მინდა მივულოცო ჯორჯია მანგანიზ ოქროს ლიგის ჩემპიონობა ანგარიში 1-0 მინიმალური სხვაობით მაგრამ გაიმარჯვეს ნამდვილად დაძაბული შეხვედრა იყო რაც არ უნდა იყოს გუნდებმა თავისი მაქსიმუმი გაიღეს ასე რომ წარმატება ორივე მოასპარეზე გუნდს მომავალ სეზონშიც იმის იქითაც მადლობა რომ თავდაუძაგავად ესე ყოველკუთხე კუნჭულში ბურთისთვის იბრძოდნენ გუნდები და ცდილობდნენ რომ ნეიტრალური კომაგისთვისაც აიმე განსხვავებული სახის შეეთავაზებინათ მოკლედ ანგარიში 1-0 ჯორჯია მანგანიზი არის ჩემპიონი ოქროს ლიგის და სულ მალე გადავალთ დაჯილდოების ცერემონიას.
ცერემონიით, სადაც თითოეულ მოთამაშეს გუნდს დააჯილდოვებს SBM-ის ორგანიზაცია, მანამდე კი ეს საპატიო ჯილდო შეხვედრის მსაჯებს გაწეული სამუშაოსთვის და ნელ-ნელა გადავალთ მოთამაშეებზე. ბატონო, ჯამბურია გახლავთ საუკეთესო მეკარე წლევანდელი სეზონის კროკობეთიდან გამოცდილი მოთამაშე არაერთხელ საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსების დამცველი და ჩვენი კარის დარაჯი ნამდვილად ერთი გამორჩეული მოთამაშეც წლევანდელი ბიზნეს ლიგის ოქროს ლიგის ჩემპიონატის გიორგი ლობჟანიძე ესეც საუკეთესო მცველი ენერგოპროდან მცველი გიორგი ლობჟანიძე. ლევან კუჭაშვილი, საუკეთესო უნივერსალი. ჯორჯია მანგანეზის მხრიდან. დღესაც არ ქონდა მას ურიგო შეხვედრა. ბევრი იბრძოლა. იყო პროდუქტიული ნამდვილად. საკუთარი გუნდისთვის. იანინოშვილი, ესეც საუკეთესო ასისტენტი, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორი ოქროს ლიგის კროკობეთიდან, რომელიც დაჯილდოვდება ახლა. ასევე GM-დან საუკეთესო თავდამსხმელი ლევან კინწურაშვილი. დღევანდელ მატჩში ერთადერთი გატანილი ბურთის ავტორი.
ლევან კინჭურაშვილი. ბექა რაზმაძე, რომელსაც დღესაც ჰქონდა შანსი, რომ კიდევ უფრო გაეზარდა მისი მონაგარი. საუკეთესო ბომბარდირი. 6 გატანილი ბურთით. ბექა ტულუში საუკეთესო ფეხბურთელი. მართლაც ალბათ ყველა ლიგას რომ დაამშვენებს ისეთი მოთამაშე. ოქროს ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. ბექა ტულუში. ახლა გადაიღებენ საერთო ფოტოებს საუკეთესო მოთამაშეები წლევანდელი სეზონის. ახლა უკვე მესამე ადგილოსნების დაჯილდოვება. ენერგოპრო რომელმაც დაამარცხა დღეს საქართველოს ბანკი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.
გადაიღებს მთლიანი გუნდი ფოტოს. ახლა უკვე უხმობთ კროკობეთს წლევანდელი ოქროს ლიგის სეზონის ვიცე-ჩემპიონი. ესეც უკვე ოქროს ლიგის ჩემპიონი ჯორჯია მანგანეზი. ულოცავთ კიდევ ერთხელ GM's ოქროს ლიგის ჩემპიონობას. კუთვნილ ედლებს ჩამოიკიდებენ და შემდგომ უკვე ვიხილავთ მათი თასის აღმართვას. მეც ამ დაჯილდოების ფონზე დაგემშვიდობებით ვისურვებ ჯანმრთელობას, წარმატებებს თითოეულ მონაწილეს, გუნდის სტაფს, გულშემატკივარს და ვიმედოვნებთ, რომ უფრო და უფრო კარგი სეზონები გველოდება წინ. მოკლედ, წარმატებები ყველას, ჯანმრთელობა და დაგიტოვებთ ჩემპიონი გუნდის საზეიმო ცერემონიას. დროებით